მოგესალმებით. დერილ ჯეიმსის ვიდეო მიმართვა ძალიან გრძელი აღმოჩნდა, რომელიც მე გადავთარგმნე და არ მეყო მეხსიერება ტელეფონში შუაგზაზე გაითიშა და მე გადავწყვიტე, რომ ის ნაწილი, რომელიც ჩაიწერა, დამედო. მე ასეც მოიქეცი, დავდევი ჯეიმს დერილის ვიდეოს პირველი ნაწილი ისეთ ადგილს შემიწყდა ვიდეო, სადაც წამყვანი ეკითხებოდა ადრენოქრომზე. რამდენი ადრენოქრომის ქარხნები იყო განთავისუფლებული. ხო და მე მიდოდა მომეყოლა თუ რას ნიშნავს ადრენოქრომი. ახლა გავაგრძელებ ამაზე საუბარს. ადრენოქრომი გამოიყოფა პატარა ბავშვებში, როდესაც მათ აწამებენ, როდესაც ისინი ტირიან, კაპრიზობენ, ეშინიათ, პენიბრელი ყვებოდა თუ რა სასტიკ წამებებს გადიოდნენ მისი ასაკის ბავშვები, რომლებიც იყო გატაცებული. თუ ერთი ფორმა წამებისა უკვე არ მოქმედებდა, ისინი გადადიოდნენ შემდეგ წამების ფორმაზე. და ეს წამება იყო სხვადასხვა. კვლევობაც, აღდგენა მერე რეზერვუარში ჩააგდებდნენ, დენით აწამებდნენ, კედელში აბეტონებდნენ, აპატიურებდნენ პატარა ბავშვებს და ასე შემდეგ. და ამ პერიოდში გამოიყოფოდა ადრენოქრომი. მე მაქვს უბრალოდ პენის ბერგლის აქვს ნათქვამი თავის ვიდეოებში, რომელიც მე გადავთარგმნე 12 ვიდეო, 12 ინტერვიუ მიცემული ავსტრალიონიკაზე. იქ ერთ ვიდეოში პენი ყვებოდა იმაზე, რომ იყო ერთი დრაკო სახელად არ მახსოვს. ეს დრაკო მოიცადეთ, კარგი, როდესაც გამახსენდება გეტყვით. ეს დრაკო მართავდა დედამიწის კაბალას. და ეს დრაკო დააპატიმრეს, დაიჭირეს და დასაჯეს სიკვდილით. ეს ბაფომედი გამახსენდა, ამ დრაკოს ერქვა ბაფომედი. ეს ბაფომედი იკვებებოდა ადრენოქრომით. მარტო ბაფომედი, მარტო რეპტილოიდები არ იკვებებიან ადრენოქრომით. არიან ადამიანებიც, უბრალოდ ნახევრად ჰიბრიდები რეპტილოიდებისა და ადამიანებისა, რომლებიც იკვებებიან მარტო ბავშვების ადრენოქრომით კი არა, არამედ ბავშვებსაც ჭამენ და ადამიანების ხორცს. არ მინდა არავინ შევაშინო, მაგრამ ცხოვრება ასეთი რეალობა. ვარდისფერი სათვალეებით რომ უყურეთ ამ ცხოვრებას, მასე არ არის. არ არის ისეთი ვარდისფერი ჩვენი რეალობა. და იქ კოსმოსში ქონიათ ადრენოქრომის ქარხნები. ახლა ხომ წარმოგიდგენიათ ეს ადრენოქრომი საიდან გამომუშავდება? იქ საკურველია ეყოლებოდათ ბავშვები, მაგრამ ბოლო დროს, რადგან ბავშვების გატაცება უკვე ვერ ხერხდებოდა და იგზალებოდა და აკეთდებოდა ეს ძალიან ფრთხილად, ბნელმა სამყარომ გადაწყვიტა კლონები გაემრავლებიათ, ბავშვების კლონები. და იმ კლონებს აწამებდნენ და იმ კლონებს იყენებდნენ საკვებად ბავშვებს, ოღონდ კლონირებულ ბავშვებს. ხო და აი მის გამიდოდა თქვენთვის. და თქვენ არასდროს არ დაფიქრებულ ხართ იმაზე, თუ უცებ ასე როგორ შეიცვალა ყველაფერი. ხო, ადრე თუ მაგალითად მეც შთაგონებული მქონდა, რომ ბავშვი უნდა გაილახოს, ბავშვი უნდა დაისაჯოს მშობლის მიერ, მაგრამ მე ბევრჯერ ყოფილვარ უსამართლო სასჯელი სხორბლი. მაგალითად, მამა ჩემი ეძებდა მიზეც, როდესაც დალევდა, რომ ჩხუბი აეტეხა, რომ ჩემზე გაიწყო, რომ
ყური აეხია მამაჩემს უყურდა ყურების ახევა უფრო ახევა როგორ ახლა ყურების ქიჩაობა დამწყინებული იყო და საერთოდ ეჯებდა და მიზეს რადგან ჩხუბი უნდა და ცუდ ხასიათზე დაბრუნდა სამუშაო და ვიღაცა მაწყენინა ასეთნაირად და მამაჩემის მე ბავშვობაში მეშინოდა მამაჩემი იყო ბუნებით დიქტატორი ლიდერობის სისება ჰქონდა უყვარდა ხელი ისა ბრძანებლობა უნდა რომ ყველა მის დათმებს ყველანი ყოფილიყო მისი ხელშეითები და მაგი იყო უფროსი ცეხში ამდენიმე ადამიანი ასობით ადამიანის ცეხის უფროსი უყვარდა როცა გასცემდა ბრძანებას და სხვა ასრულებდა მიჩული იყო ამას ხო და ამას მოვყევი მე და მეც მასე გავიზარდე რომ საჭიროა ძალადობა ბავშვებზე რომ გამოვიდნენ ნორმალურები წესრად აღიზარდო მაგრამ მე მაშინ იმდენი არ მესმოდა მე მამაჩემი მამა ძალიან მიყვარდა და იყო ჩემი იდეალი მაგრამ შვილებს სამწუხაროდ შვილებმა არ იციან რომ უფროსები ზოგჯერ იწყვევიან ზოგჯერ თვალმაქცობენ მაგალითად მამაც ჩემზე ქონდა ძალიან დიდი ზეგავლენა ყველაფერში დაგარწმუნებდა თუნდაც არ ყოფილიყო სწორი ნაბიჯი თუ მას აწყობდა და თუ ეს არ იქნებოდა სწორი ნაბიჯი მაგრამ შენ მაინც დაგარწმუნებდა რომ ასე მოქცეულიყავ დარწმუნების უნარი ქონდა მამაც ჩემს ძალიან დიდი ზეგავლენის უნარი შენ თუ დამნაშავე იყავი მართალი იყავი თვითონ გაიმართებდი და თავს შენ დამნაშავედ გამოგიყვანდა სამწუხაროდ ბევრი ამას ვამბობ მე და როდესაც ეს ბაფომედი მოხდებოდა ეს დრაკო ბაფომედი რომელიც ზეგავლენა ქონდა დედამიწაზე კაბალაზე მანამდე იყო ასეთი სიტუაცია ძალადობა დამცირება ბავშვების ცემა ბავშვები უნდა გეცემა აუცილებლად ასე იყო საჭირო თუნდაც სასიკვდილოდ უნდა გეცემა და ბაფომედი რომ დასაჯეს სიკვდილი რომ დააპატიმრეს და დასაჯეს კაბალა დარჩა ლიდერის გარეშე დედამიწის კაბალა ახლა მე გადაუხვიეთ ცოტა თემას მაგრამ ვინც არის ეს ამბავი ეგრე ზოგი ბოლომდე არ უსმენს ვიდეოებს რადგან კაბალა დარჩა უპატრონოდ მან გადაწყვიტა მანევრი შეეცვალა თამაშის წესები შეეცვალა და შემოიტანა დემოკრატია შემოიტანა რომ ბავშვების ცემა არ შეიძლება ის რაც არ იყო ნებადართული ადრე ახლა ნებადართული გახდა და გაჩნდა ეს გენდერული და ასე შემდეგ საზოგადოებები სად იყო აქამდე არ იყო ახლა გაბედე და ბავშვ ცემა კი არა ხელით შეხები კი არა გაბედე და დაუყირე ბავშვს შეიძლება ციხეში ჩასვას სალობა ხო თუ რამე უკეთებენ ბავშვებს ეს კეთდება ჩუმად ფარულად თუ რა გონიათ კი ღიად ახლა ძალადობა საქართველოში მით უმეტეს ძალიან ნაკლებად რომ ღიად გასააჯროვონ რომ ბავშვი გააპატიურეს მაგრამ ხდება ისეთი რაღაცები რომ ზოგჯერ ნათესავი აპატიურებს ნათესავს და ეს საქართველოში ღიად არ აღშქარავდება იმიტომ რომ ამას არიდებენ თავს ეს მეხლა სერცხულია ნათესავმა ნათესავი გააპატიურა მამამ შვილი ძმამ და ბიძიამ დიშვილი ძმისშვილი და ასე შემდეგ შვილიშვილმა ბებია ბევრი შემთხვევებია და ამასა მე რომ ვამბობ და ეკითხება წამყვანი ადენოქრომის ხახნები იყო
რამდენი ქარხანა იყო ადენოქრომის განთავისუფლებულიო. დერილი ეუბნება, მე ვიცი მხოლოდ რომ ხდებოდა რაღაც გლობალური, ეს იყო ერთ-ერთი მაგ მოვლენებიდან. ჩვენ დავატყით ერთდროულად მაგაზზე. ესე იგი, ერთდროული ის ოპერაცია ყოფილა ისეთი, რომ ერთდროული შეტევა განახორციელეს მაგაზზე. ამ ქარხნებს, ვინც ადენოქრომს ამუშავებდა. ისინი ვერ გააფრთხილებდნენ ერთმანეთს. ჩვენ უცებ გავანადგურეთ იმდენი, რამდენიც შევძელით. ეს იყო ნამდვილი მახე. წამყვანი სარკის მეორე მხარე შეყვანილი იქნა თუ არა დედამიწის შეცვლის პროცესში. კიდე გავიმეორებ ამ შეკითხვას. სარკის მეორე მხარეს შეყვანილი იქნა თუ არა დედამიწის შეცვლის პროცესში. სარკის სწორად დამიწერია. სარკის მეორე მხარეს შეყვანილი იქნა თუ არა დედამიწის შეცვლის პროცესში. ეს შეკითხვაა წამყვანის. ჯეიმს დერილი პასუხობს, მე გულისხმობ, რომ თუ ვილაპარაკებით მე გულისხმობ, რომ თუ ვილა ვაპატიეთ, ცოტა კარულად დამიწერია. სადა ხალხი კიდე მიჭირს. თუ ვილაპარაკები ბარაკებთ გეოგრაფია არა, რაც ეხება კატაკლიზმებს ან რამე ამ და გვარც არა. ესე იგი, აქ სარკის ქვეშ იგულისხმება ადრე იყო დროის ხაზი რამდენიმე. დერივმა რომის ვიდეო გადაიღო, მაშინ ჯერ არსებობდა სამი ხაზი მგონი, დროის ხაზი დედამიწის. და ამიტომ ეს იგულისხმება წამყვანმა, როდესაც თქვა სარკე. ესე იგი, ამ რომელიმე დროის ხაზში თუ იყო შეცვლილი დედამიწაზე პროცესებიო. დერივმა უპასუხა, რომ არაო. ჩვენ ვეკუთვნით პლანეტების მესამე ტიპს, ამბობს ჯეიმსი. მარტო 0 კლასს. ესე იგი, ჩვენ დედამიწა ეკუთვნის მესამე კატეგორიის პლანეტების რიცხვთა ტიპს, ხოლო მესამე კატეგორიის მარტო 0 კლასს. 0 კლასი ვართ ჩვენ დედამიწელები. ვიყავით. ახლა მეოთხეში გადავედით. ყველა ადამიანი არა, მაგრამ ზოგი ადამიანი გადავიდა უკვე მეოთხე განზომილებაში. დედამიწა კი გადავიდა მეხუთე განზომილებაში. უკვე თითქმის. პირველი კლასის პლანეტას აქვს უნდა სრულიად მანიპულირებდეს. ის დაემსგავსებოდა ბაკ როჯერსის ალიანსს, სადაც ისინი ბატონობენ თავის მზის სისტემაში, მაგრამ შენ ხომ იცი, მეტი არ იქნება ქარიშხალები, მიწისძვრები, ტორნადო, შემდეგ იქნება მეორე კლასი, სადაც ისინი იმოგზაურობენ galaktikებში. მათ აქვთ მესამე კლასი, როგორც ვარსკვლავურ ომებში. ეს კინოა ვარსკვლავური ომები, სადაც ისინი მოგზაურობენ ერთი galaktikიდან
მეორეში ჩვენ ვიმყოფებით მიახლოებით მესამე დონის კლასზე. ეს უბრალოდ ნელი კლასის ნული ბოდიში. ეს უბრალოდ ნული კლასის, რომელზეც იცის მოსახლეობა. ეს ნული კლასი. პირველი კლასი კი არა, ნული კლასიც კი. წამყვანი, ახლა ერთი კითხვა ჩემგან. როგორ რჩება ეს ყველაფერი შეუმჩნეველი? ხო, წამყვანი გულისხმობს ალბათ შეუმჩნევლად ამას ყველაფერს როგორ აკეთებენო? რაც ხდებაო? დერილ ჯეიმსი, კარგი შეკითხვაა. ბიჭებმა ბაზაზე იცოდნენ და როდესაც ბაზას ტოვებდნენ, მათ არ ყავდათ ტოლები. ტოლები ოფიცრები, ისეთი როგორც მე, იყვნენ 20 წლის ოფიცრები. იყვნენ სხვაებიც, რომლებიც იყვნენ უბრალოდ სამხედრო ოფიცრები. და მათ მეხსიერებას არ უშლიდნენ, მათ ყველაფერი ახსოვდათ. მე არაფერი არ მახსოვდა, მაგათმა წამიშალეს დედამიწის მეხსიერება, მანამ სანამ იქ მოხდი. შემდეგ ისევ წამიშალეს მეხსიერება და ძველი მეხსიერება ჩამიტვირთეს. მოსახლეობის გასულიერება, მოსახლეობის გასულელება არც ისე ძნელია. არავის უნდა სულელის როლში ყოფნა. წამყვანი. ნება მომეცი, ბოლო შეკითხვა დაგისვა. რამდენად ზუსტი არის სარკისებული ტექნოლოგიის პროგნოზები ტექნოლოგიებზე დრაკოს ცეცხლის წარუმატებლობაზე? ჯეიმს დერილი. ჩვენი მზის სისტემაში, როგორც მე ვიცი, ეს არის 100%-იანი სიზუსტე. ჩვენი მზის სისტემაში და ჩვენ სამყაროს თვალსაზრისით მე გულისხმობ, რომ ისინი უკან იხევენ. მე ფიქრობ, რომ ამას ქვია სამხედრო უკან დახევა, მაგრამ ეს ჯერ მალე არ მოხდება. სარკესაც კი აქვს თავის შეზღუდვები. და როდესაც საუბარია ათეულზე და ასობით წლებზე ხდება რთული გააკეთო პროგნოზი, მაგრამ აქ ყველაფერი გაკეთებულია, როგორც მე ვიცი, რაც მე მითხრეს, რაც მე მითხრა რობერტმა, ყველაფერი გაკეთებულია. მან მითხრა, რომ შენ ნახავ უცნაურ მეტეორიტებს ცაში, ინტერნეტში. მეტეორიტი, რომელსაც დაგეცემა ოქროსფერი ან ვერცხლისფერი ნაპერწკლებით. ესე იგი, ჩვენ მეტეორიტებს ნახავო, იმ რობერტმა უთხრა, რომელიც თავზე დაგიცვინდებაო და ეს იქნებაო ან ოქროსფერი, ან ვერცხლისფერი. და მე ბევრი ნახე ასეთი. და მან თქვა,
რომ ეს არის მათი გემები. მან თქვა, რომ ეს მეტეორიტები არ არის. რაც მოგეჩვენებაო მეტეორიტად, სინამდვილეში მეტეორიტი არ იქნებაო. რობერტს უთქვიათ ჯეიმს დელიოტზე. არამედ მათი ჩამოგდებული ხომალდები. ესე იგი, მათი ხომალდები ჩამოცვენდებაო მეტეორიტებივითო. მეტეორიტები გეგონებაო. მე ვკითხე, თუ მაგათმა იციან, რომ მათ აგდებენ აქ მაგ ბჭყალებში გაგებით იგულისხმება დრაკონიელების ხომალდები. აქ იგულისხმებიან დრაკონიელები. და ამიტომ ჯეიმსი ეკითხება, უბრალოდ ჯეიმს უკითხია რობერტისთვის, მაშინ მათ თუ იციანო, რომ აგდებენო, რატომ აგზელებენო ფრენას? მათ კი მიპასუხაო, რობერტმა მიპასუხაო, რადგან მათ ეშინიათ, ესე იგი, დრაკონიელებს, რეპტილოიდებს ეშინიათო. რადგან წასასვლელი არცად აქვთ. მათი კარიბჭეები დახურულია, ვერ გადიან კარიბჭეებში. ხომალდები კარიბჭეებით შემოდიან უფრო მოკლე ეკონომია დროისა, მარშრუტის ხანმოკლეობაც. და რადგან დრაკონიელების კარიბჭეები ყველა დახურულია, ამათ არცად არ აქვთ წასასვლელი. ამიტომ ისინი უბრალოდ ცდილობენ თავიანთი ხომალდეებით გაფრენას. თვითონ არიციან სად მიფრინავენ. მე მახსოვს ჩვენ რომ ვიყავით მზის სისტემაში და ვაგდებდით ათეულობით მათ ხომალდეებს. ვერავინ დატოვებდა და შემოვიდოდა ნებართვის გარეშე. და ეს გავდა იმას თითქოს ჩვენ ვიყავით კოსმოსური მესაწვრეები. და რაც ეხება პატარა ხომალდეებს, რომლებიც ცდილობდნენ გარღვევას, აზრი არ აქვს, ეს არის თვითმკვლელობა, მაგრამ ამას მაინც აკეთებდნენ, რადგან მათ არ აქვთ გამოსავალი. ისინი კუთხეში არიან მიწვდეული. მე ამოვისუნთქე, როდესაც რობერტმა მითხრა, რომ მათ ეშინიათ. და მე იმედი მომეცა, რომ ისინი არ გავლარიან რეპტილოიდებს ან უსულო რუხებს. თურმე დრაკონიელებს ეშინიათ. წამყვანი, მინდოდა შენთვის მეკითხა, როდესაც მე ვიწექი სატოლში 2020 წელს, მე ვიგრძენი ეს ბუკვალურად. მე არ ხუმრობ. ჩემი თავი ნელ-ნელა წამოიწია ბალირზე. მე დავაცალე თავს, გონზე მოსვლიყავი და მეთქვა, მოიცადე, ეს სიმართლე არაა. რა ხდება? დერილ ჯეიმსი, მოგონებები ჩემამდე მოდიან ბლოკებად. თითქმის რობერტმა მითხრა, რომ ეს მოგონებები მოდის რეალურ დროში. მე ჯარიდან წამოვიდი 2005 წელს, მაგრამ თუ მე ვსახურობდი, მე ხომ წავედი Soul Watch-ში მოხალისედ და 2003 წელს, თუმცა სამხედრო მსახურება თუ დავამთავრე, მე 2 წელი დარჩენილიყავი უნდა ინგლისში, ხომ? მე მახსოვს გამოქვაბულების სენტ მაგანის ქვეშ, ბაზაზე. სამყაროში, სადაც მე ვცხოვრობდი 10 წელი, იყო მიწისქვეშა სისტემა, მეტრო. იქ იყო მიწის ზედა სისტემებიც. გერმანელების სამყაროში კი იყო მიწის ზედაპირული სისტემა მეტროსი, მაგრამ მე არ მახსოვს, რომ მიწის ქვეშ ხშირად ჩავსულიყავი. რუმინელი
ბლოგერი დანიელი ჩდება სარწმუნო წყაროები, რომლებიც ამბობენ, რომ ციური სხეულები შიგ არის ცარიელი. მე არ მიყურეს მთვარის შემდეგ, ეს არის ცნობილი ყველასთვის. მე გამიგონია, რომ მთვარეზე იყო რომ მთვარე იყო სირიელების ხომალდი, რომელიც იყო გადაკეთებული შენ შეგიძლია მითხრა მტვერი მთვარეზე რა სისქისა სალამის გახდება ცარიელი. ესე იგი, ხო, ჯეიმს დერილი. მე არ ვიცი, ყოველ ჯერზე, როდესაც მთვარეზე ხტებოდი, მე არ დაფრინავდი მთვარეზე. მე გავედი კარიბჭეთი მიწისქვეშა ბაზით. მე უბრალოდ გავჩდი იქ. მე ვიცოდი, რომ ის ქალი ეიპრილი იყო ჩემ ბაზაზე. მე მახსოვს ერთხელ როგორც კითხე, შენ არ გეშინია? დაფეხმძიმდე. მან მიპასუხა, რომ ეს ჩვენზე არ მოქმედებდა. ეს ხტება მთვარის გამო, მაგრამ რადგან ჩვენ ვიმყოფებოდით მთვარეზე და ეს ჩვენზე არ მოქმედებს, ვიცი რომ მთვარე საერთოდ მთვარე იწევსო ქალებში ოვულაციას. იქ სადაც ქალები ამას არ აკეთებენ. მე ვფიქრობ, ეს მასია, შეიძლება მას შეეძლო ამის გაკონტროლება. ეს ამიტომ მოქმედებს მასე მხოლოდ დედამიწაზე. ესე იგი, ოვულაცია ხდება ქალებში მხოლოდ დედამიწაზე, მთვარეზე ოვულაცია არ ხდება, რადგან დედამიწაზე ქალებზე მოქმედებს მთვარე და ამიტომ ხდება ეს ოვულაცია. ასე ამბობს ჯეიმს დერილი. რუმინელი ბლოგერი დენიელი. არ მეგონა თუ მთვარე მოქმედებდა ქალის პირველ იპოსტაზე, რადგან ადამიანები თავიდან იყვნენ ანდროგენები. ახლა კი მინდა შევეხო სადავო თემას. შულდოსანში იმყოფება მრავალი კოლონიები, რომელიც ეკუთვნის გერმანელებს. მაგათმა ხომ მრავალი პლანეტას გაუკეთეს კოლონიზება და ახლა ისინი იძულებულები არიან დაბრუნდნენ მზის სისტემაში 200 ღუბლის იქე წასვლა ეგდალებათ. ხო, აი ამაზე მინდა დავამატო მე, ახლა გადავხვევ ცოტა თემიდან, ამაზე ლაპარაკობდა პენი ბრედლიც. თქვენ თუ გინდათ, ესე იგი, ერთიანად მიიღოთ რამდენიმე ინფორმაცია და გაერკვეთ ყველაფერში, წარმოდგენა მაინც გქონდეთ. გთავაზობთ, იქ მე მიდენა კიდე 2 საგა. მაქვს კიდე 1 საგა გადასათარგმნი. ის არა დანომრილი რომაა პენი ბრედლის ინტერვიუ, დანომრილი 12 ინტერვიუ. საგაში იცით რა, ჩხაჩხალა ლაპარაკობს ის იცით რა, მე ვთარგმნი რუსულიდან და ზოგი რუსული თარგმანი ინგლისურიდან და სხვა ენებიდან კეთდება რობოტული ხმით. ეძებენ ხმას ინტერნეტში
და ის თარგმნის თვითონ ავტომატურად, მაგრამ საქმეც იმაშია, რომ ის ვერ თარგმნის სიტყვებს, ამახინჯებს გვარებს, ამახინჯებს ტერმინებს. ახლა მე რუსული ვიცი, მესმის და ხვდები რაზეა საუბარი და ამიტომ ქართულად წერ ისე, როგორც სინამდვილეში არის. მაგრამ როდესაც ახლა მაგალითად თითო პატარა ინტერვიუს ართმევენ, თითო თემასთან დაკავშირებით, იქ თარგმანიც აი ამ 12 ინტერვიუში პენი ბრელდის ინგლისურიდან თარგმანი გააკეთა ალექსანდრ ჩერკაზოვმა. ამიტომ მე მომეცა საშუალება, ისინი არც სიჩქარა ლაპარაკობდნენ და მე გამეგო და ჩამეწერა გასაგებად ქართულად. მაგრამ სადაც ხდება მაგალითად როგორც ინტერვიუ საგა პენი ბრედლიზე, ой ჯოჯოხეთია. იქ თარგმნის რობოტი, ქალის ხმით და ამ სიჩქარეში ისე ამახინჯებს ყველაფერს, სულ სხვას ამბობს. ამიტომ მე თქვენ გთავაზობთ, თუ გინდა დაღეჭილად გაიგოთ ინფორმაცია, მოусმინეთ ჩემ თარგმანს პენი ბრედლის 12 ინტერვიუს. დანომრილია პენი ბრედლი. დანომრილია პირველი და 12-მდე. ოღონდ პენი ბრედლი უნდა ეძებოთ. დანომრილი. ხო, იქ მეორე და მესამე ერთად ამგონი, ხო? მეორე და მესამე მაქვს ერთად დადებული. ბოდიშ გიხდით, რადგან მე სუსტი მხედველობა მაქვს და იქ მე ჯერ დაწერილი მაქვს, შემდეგ უკვე ატვირთული. მე ლაპარაკობ, კითხულობ. ამიტომ დიდ ბოდიშ გიხდით, თან ყვილებიც არ გამაჩნია, მაგრამ ეს დიდი სურვილი და ჩემი სურვილი, მე თავიდან საერთოდ არაფერი მიფიქრია, მე უბრალოდ სურვილი მაქვს ქართულებმა გაიგონ და დიდ ბოდიშ გიხდით, მე რომ ანგარიშის ნომერი დავდე დონატის, მე არაფერს არ ვალდებულებ, უბრალოდ კი ვთქვი იქ ვიდეო, ცოტა ოდენი ჩემზე ვიდეოში, რომ მაქვს ძალიან დიდი პრობლემები ჯანმრთელობასთან, ვარ ნაქერევებში მეთქი და ასე შემდეგ, მაგრამ მე ხლა ჩემზე აქ არ ვილაპარაკებ, მე ხა გავაგზელებ თემას და მინდა უბრალოდ ბოდიში მოგიხადოთ იმ დონატის ანგარიში რომ დავდე მაგისტრის, იმიტომ რომ დღეს ძალიან უჭირს ყველას. გავაგზავნოთ. ხო, რამით გითხრათ. პენი ბრედლიმ კიდე თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ გერმანელებს უგზალავენო 200 რუბლის, 200 სარტყლის იქეთ გასვლას. ხო, 200 რუბლის იქეთ გასვლას. გერმანელებს უგზალავენ. და დრო მისცენო გერმანელის მაშინ, ეს უკვე ძველი ამბავია, რომ ყველაფერი შემოიტანათო მზის სისტემის ფარგლებში. დერილ ჯეიმსი, თქვენ გახსოვთ ჩვენ როგორ ვაგდებდით გერმანელების ხომალდებს, როდესაც ისინი მზის სისტემაში გადიოდნენ. მზის კარიბჭით დღეში 10 და იყვნენ გერმანელები, რადგან ისინი და რეპტილოიდები ერთად იყვნენ. ეს ეხება გერმანელებსაც სხვა სამყაროებიდან. ხომ ხედავთ გერმანელები რამდენად მიმოფანტული ყოფილან კოსმოსურ სამყაროში. და რა თუნდაც მაგათ ომის მოგება, როდესაც უკვე გეზი ქონდათ აღებული კოსმოსურ სამყაროებისკენ. მე მახსოვს, რომ გერმანელები ზოგი ფრაქციიდან ცდილობდა შემოერთებას შემოერთდებოდნენ მზის დამცველებს. ბევრ გერმანელებს და მათ მოსახლეობას არ მოსწონდათ რეპტილოიდები. რუმინელი ბლოგერი დენიელი ხალხი ჩივოდნენ, რომ აგდებენ კერძო ხომალდებს, რადგან მათ თავის დაცვაც კი არ შეუძლიათ.
მიზეზი თუ ისინი რატომ ბრუნდებოდნენ შედგება იმაში, რომ ისინი ბოროტად იყენებენ წარსულში მოგზაურობას და ბევრი ცუდი საქციელის გამო, აგრეთვე კიბორგების გამოყენების გამო მათ უკან უშვებენ მაღალი არსებები, რომლებსაც ქვია galактიკური დაცვა. მათ ემორჩილებიან დრაკონელებიც კი. ამაზე კიდე ყვება პენი ბრედლი, აი, როდესაც ინსაიდერები ასე რაღაცებს ყვებიან, ხელად პენი ბრედლი მახსენდება, იმიტომ რომ მოსმენილი მაქვს, გადათარგმნილი მაქვს. და ძალიან ცუდად იქცევიან გერმანელები, მინდა დავამატო, ძალიან ცუდად. ის კი რა პლანეტა აუფეთქეს გერმანელებს. ხო? წარსულიდან მოყვანილი ხალხისგან წარსულში ჭირი როდესაც ბატონობდა დაბრუნდნენ თავის წარსულში, როდესაც გერმანელები გვწებოდნენ ეს ძველი დროის გერმანელები გვწებოდნენ ჭირისაგან, ეს სხეულები ახიკეს, გააცოცხლეს, განკურნეს და ამათგან შექმნეს კოლონია. და მილიარდამდე მისული მოსახლეობით ეს კოლონია, ეს პლანეტა აუფეთქეს. და მისცენ უფლება, ეს იმიტომ გააკეთეს, რომ გერმანელები იგდებდნენ ამათ, როცა აფრთხილებდნენ. ხო, ახლა გადავუხვიე მეთევიდან, მაგრამ მაინც ამ თემას ეხება ეს. ამ თემას ეხება, რასაც მე ხალ ყვებ. ხო და არა, იმათმა იცოდნენ ხო, რომ წარსულში შეიძლებოდა დაბრუნება. ამიტომ აუფეთქეს, აჩვენეს, რომ გამკეთებლები იყვნენ. მაგალითი ხომ უნდა ეჩვენებინათ, მაგინია პოლიცია რა გასამტყუნე, ეს კოსმოსური დაცვა არის პოლიცია, დროის პოლიცია იგივე. ხო და მე მისცენ ამათ უფლება, წასულიყვნენ წარსულში და გადაერჩინოთ ხალხი, მაგრამ ვერ გადაარჩინეს 500,000-ის გარდა ვერ გადაარჩინეს. რეპტილოიდებიც ეხარებოდნენ, ხომალდები ათხოვეს, მაგრამ ვერ მოახერხეს გადმოყვანა, ამათ ქონდა რამდენიმე ცდა წარსულში წასულიყვნენ. მისცენ დაცვა მაჩუქა, კოსმოსურმა დაცვა რამდენიმე გადასულა, მაგრამ ვერ მოასწრეს. ასეთი სიმკაცრე სუფევს კოსმოსში. დერილ ჯეიმსი, ხო, მაგრამ მათ არა აქვთ დიდი არჩევანი. არავის ამტყუნებენ, ვინც ინფორმაციას ავრცელებს ჩვენ ყოველთვის ვაძლევთ მათ შანსს ბევრი მათგანი, ვისაც ჩვენ ვაგდებთ, არ პასუხობდნენ ჩვენ სიგნალებს და თუ არ პასუხობდნენ, როდესაც ჩვენ მათთან მოფრინავდით, ახლოს ან ძალიან შორს, ჩვენ უბრალოდ ვაგდებით მათ. როდესაც შენ ადიხარ მაღლა, ეს მაგვარია, მე მახსოვს შენ, როდესაც მუშაობდი მთვარეზე. ეს ხდებოდა რაღაც დროის შემდეგ. და მუშაობდა უცებ შენ წინ გაჩნდებოდა რაღაც ლაქა და შენ ვერ ხვდებოდი რა ხდებოდა. და ყველაფერი იყო ხმამაღლა, ესე იგი ხმავი იყო და შენ გესმოდა რაღაც ხმები და ხმა მე ერთხელ ნახე ეს როგორ მოხდა, უბრალოდ ეს როგორ დაემართა სხვას და ის გაქვავდა. მე ვუჭერდი მის ხელს, ის იდგა გაქვავებულით, შემდეგ გონზე მოვიდა. ჩემი
ოცნება მოხდე მეხუთე განზომილებაში და არასდროს დავბრუნდე. ეს ჩემი ოცნება იყო